ის ქმარუკა, ისე მიკვირს, იმედი მაქვს გაცრუებული, მეგონა ქალი ყავდა ქმარი, მაგრამ კაცი ყოლია ქმარი. მაშინ რა ქვია, რუსეთში ბიზნესებს იდებს ჯივეში, მილიონებს იდებს და სხვას ეუბნება ესა რა ქვია, დაუწესეთ სანქციები. ხო, არ მინდა ჩემი ქვეყანა, მე თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმისთვის მინდოდა, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს ქართველმა ერმა და არა ფუჩუკუტუ ორგანიზაციებმა და მათმა მიმდევრებმა საქართველოში. თუ არა, შვენივრად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. არავის შიოდა, არავის წყუროდა, არავის უჭირდა, ღარიბი არ იყო, ხატაკი არ იყო, მათხოვრები არ იყო და ენად შენარჩუნებული იყო, ეროვნული ცნობიერებაც ძალიან მაღალ დონეზე იყო და მაშინდელ საქართველოს და ქართველი ერის დამოუკიდებლობის ხარისხს ახლანდაც როგორ შევადრი. მაშინ არ უნდა გამოყოფილიყავით და დარჩენილიყავით თუ ბატონი გვინდოდა. გაიხარით რომ გაიხარით. ცოტა ძილობიანად ილაპარაკეთ, თორე აგასხმევიებ ახლა აქედან. ხო, მინდა იმის თქმა, რომ მთელი ის ფული და ის მილიონები, რაც შემოდიოდა საქართველოში, ალა ლუსულ კანონს და აი ეს ახალი არჩევნები და ასე შემდეგ, ეს ყველა დაქლევებული ხალხი იჯდა პირდაპირ დოტაციაზე. ხო, შეიძლება 120 ევრო არ მიდიოდეს, იქ მიდიოდეს პალესტინ იდიოტებთან 50 და ასე შემდეგ. არა ბიჭო, ამდენი იდეინი ლიბერალისტი ყავს, ხო? აბა სად მიდიოდა ეფული? სად მიდიოდა? ვინმეს უკვირს აგერ ახლა მასკის გვერდზე იქნა შედი ეგ ტვიტერზე თუ გაქვს. და ნახე ამ მასკი ამ USAID-ის ცოდვებს რამე ეცერს. მასკმა გამოაიმასკა, რა ქვია, გამოამჟღავნა, რომ თურმე USAID ტერორისტებს აფინანსებდა. აუ არ ვიცოდით, ხო იცი ეს? ყველაფერი კარგად იცოდა, ხო? აღმოჩნდა, რომ ამერიკელები ამბობენ თვითონ, რომ კი ტერორისტებს აფინანსებდა USAID. USAID იყო აი ქართველი ლიბერალისტების მამა, დედა და მშობელი 1 და მშობელი 2. საქართველოში რა ხდება? იმდენად მინიმალურ კაპიკებში ყავთ ნაყიდი ეს მათხოვრები. 120 ევროთ, 50 ევროთ, ზოგი 20, ზოგისთვის კაპიკი არა, ზოგისთვის პონჩიკები აქვს მარტო დარიგებული. არ გჯერა ბიზია თუ არ გინდა დეიჯერო. შენ სიმართიანი ხარ, გჯერა მაგათი. მაგრამ შენ ეთყობა იდეურად გჯერა და დაღუპული გაქვს თავი მაგის რო გჯერა. გამთავრდება მაგ ყველის ისა რა ქვია და ირაკლი ჩემოძმაო, რაშია საქმე იცი? საერთოდ პოლიტიკა არის ურთიერთობის ბევრი რაღაცის ხელოვნება, მე განსაკუთრებულად მიყვარს ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა იტყვიან, რომ აი პოლიტიკა რა არისო, მე მაქვს ესეთი შეხედულება, პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. არ არსებობს პოლიტიკაში 100%-ით ერთმა მხარემ მეორე მხარესთან გაიტანოს ყველაფერი. დამარცხებულ ქვეყანასაც ომი რომ მოუგო, ყველა შენ ინტერესს უკვე წაგებულ ქვეყანასთან. აი, როდესაც დაამარცხეს გერმანია და გადაუარეს 100%-ით ყველაფერზე ვერც მოკავშირეებმა ვერ გაიტანეს თავისი ის. რაღაც გერმანელი ერის მიუხედავად ფაშისტური რეჟიმის გარდა ინტერესები იქნა იქ გათვალისწინებული. ამიტომ კომპრომისების ხელოვნება, შენი ერის, შენი ქვეყნის სასიკეთო რაცა, იმას უნდა მიაღწიო და ამის გამო უნდა წახვიდე იმ კომპრომისზე, რასაც სხვა ითხოვს. ამას უნდა დაუგვირდე ესე, რომ მომავალში ეს რა შედეგს მოიტანს. არა ისე, როგორც ესენი აკეთებენ, აიღეს ვალები, გაანადგურეს, გაათახსირეს ქვეყანა, მიანგრიეს, მოანგრიეს, ფეხქვეშ ეგებოდნენ, უკანალში უძრებოდნენ, თუ ვინმე შიგ ევროპელი ფეხს ჩამოდგამდა საქართველოში და ცალფეხზე რო დავდგეთო, უნდა დავდგეთო, წაკუზული რო ვიდგეთო, უნდა ვიდგეთო, აი ესე უნდა ვქნათ და ისე უნდა ვქნათო. ოღონდ იმათ ვასიამოვნოთო, იმიტომ იქ ეს არის დამღუპველი. აი ამ პოლიტიკას ზვიადის ჩამოგდების შემდეგ, აი ამ პოლიტიკას ატარებდი. დღევანდელ დღემდე, კოცობმა რო ხმა ამოიღეს, იმიტომ ამოიღეს, რომ ისეთი რაღაცა მოთხოვეს, რისი შესრულებას სუიციდს ნიშნავდა. თავის